2000 წლის წინ ღმერთი შემოქმედი მოვიდა დედამიწაზე იესოს სახელით და დაამყარა ახალი აღთქმისა. ახალი აღთქმის ღვთისშვილებს, რომლებიც იტანჯებიან ცოდვისა და სიკვდილისგან, შეუძლიათ მიიღონ ცოდვების მიტევება და მარადიული სიცოცხლე. 3 წლის განმავლობაში იესომ ახალი აღთქმის დაცვის მაგალითი მისცა თავის მოწაფეებს. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. აღდგომის შემდეგ იესომ სთხოვა თავის მოწაფეებს ესწავლებინათ ყველა ადამიანისთვის ახალი აღთქმის დაცვა, რათა ისინი გადარჩენილიყვნენ. იესოს სიტყვების მიხედვით მისმა მოწაფეებმა ახალი აღთქმა იქადაგეს. ახალ აღთქმაში, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია გქონდეს ცოდვების მიტევება, არის თაყვანისცემის წესი. თუ კაცი თაყვანისცემის დროს თავს იფარავს, ეს ღვთისშეურაცხყოფაა. თუ ქალი თავს არ იფარებს, ეს მისი თავის სირცხვილია. ეკლესიაში, რომელიც მიჰყვება ახალ აღთქმას, ქალი თაყვანისცემის დროს თავს იფარავს თავსაბურავით, ხოლო მამაკაცი არა კაცი. თუმცა იესოს ამაღლების შემდეგ ზოგიერთი ქალი ამტკიცებდა, რომ მათ არ უნდა ეცვათ თავსაბურავი. ამის გამო პავლე მოციქულმა მოუწოდა მათს, რომ ეცვათ თავსაბურავი და აუხსნა, რომ გრძელი თმა ადამიანური ბუნებით ლამაზად გამოიყურება ქალისთვის. თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაცს ღვთის წინაშე თავდაუფარავად ლოცვა. ანდა განათვით ბუნებას არ გასწავლით, რომ მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის. მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული. და თუ ვინმე განიზრახავს იდაოს, ჩვენ არა გვაქვს ასეთი ჩვეულება, არც ღვთის ეკლესიებს. ბიბლია ნათლად წერს, რომ თაყვანისცემის დროს ქალმა თავი უნდა დაიფაროს თავსაბურავით. ღვთისმსახურების დროს ქალისთვის თავსაბურავის ტარების პრაქტიკა არის ახალი აღთქმის ერთ-ერთი დებულება, რომელსაც იესო ასწავლიდა და მოციქულმა პავლემ იქადაგა.